ეს ისტორია ეხება დიდ საბჭოთა ენციკლოპედიას. შეგვიძლია ნახოთ ტოტალიტარიზმის დეტალებში ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც უფროს თაობისთვის, ვინც მოესწრო სტალინის მმართველობის ბოლო პერიოდს, მის სიკვდილის შემდგომ ეგრეთ წოდებული დესტალინიზაციის პროცესს მეტნაკლებად ახსოვდა, თუმცა ფართო საზოგადოების ნაკლებად არის ცნობილი, მით უმეტეს ამის შემსახვეველი პირდაპირი დოკუმენტი 1950 წლის გამოცემა. კერძოდ ტომი მეხუთე. ყველა საბჭოთა მოქალაქეს, რომელსაც გამოწერილი ჰქონდა ეს ტომეური და მათ შორის ეს მეხუთე ტომი, მათ მიუვიდათ ფოსტით ეს ორი გვერდი შესაბამისი ინსტრუქციით, რომ ამოჭერით ესა და ეს გვერდი და მის მაგიერ ჩააწებეთ მიღებული ახალი ორი გვერდი. გვერდებზე, რომელიც პატიოსან საბჭოთა მოქალაქეებს უნდა ამოეჭრათ, განთავსებული იყო ლავრენტი პავლეს და ბერიას საკმაოდ ვრცელი ბიოგრაფია. ჩვენს არქივში არის დაცული ეს ტომი, რომლის მოპოვებაც მოახერხეთ, საიდანაც მფლობელმა არ ამოჭრა სანებული ფურცლები, ასევე შეინახა ფოსტით მიღებული ახალი გვერდები, თუმცა მის მიერ სავარაუდოდ არის გადაშრილი და გადახაზული ლავრენტი ბერიას ბიოგრაფია. სტალინის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ლავრენტი ბერია დამარცხდა. ნიკიტა ხრუშოვმა და მისმა მხარდამჭერებმა პოლიტბიუროში და საბჭოთა არმიამ მარშალი ჟუკოვის ხელმძღვანელობით გაანეიტრალეს ბერიას პრეტენზიები, რომ ყოფილიყო სტალინის მემკვიდრე და მას ემართა საბჭოეთი და მისი დაპატიმრების და დახვრეტის შემდეგ მიმდინარეობდა კამპანია ბერიას ხალხის მტრად უცხოეთის რომელიღაც სახელმწიფოს აგენტად გამოცხადების და შესაბამისად მისი სახელი, მისი ბიოგრაფია, მისი პორტრეტი თავისთავად ანალოგიური წესით, როგორც ბერიას მმართველობის პერიოდში 100,000-ობით ადამიანის გაქრობა ამოშლახდებოდა ისტორიიდან, შესაბამისად მასაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება და ბედი ხვდა წილად ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ.